მოგესალმებით. დღეს აგიხსნით როგორ წავაგი ლაივში $280 და შემდეგ როგორ მოვიგე $630 და როგორ დორჩი $350 პროფიტში ჯამში. თითო აკაუნტზე. მოკლედ, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რატომ წავაგე პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ რა პირველ რიგში რაც ვაკეთებ ხოლმე როცა ტრეიდს ვაგებ არის რა მიზეზით წავაგე რა. ძირითადი სიმართლე გითხრა ხა ამ ხელა გამოცდილების მერე რაც დამიგროვ და წაგების მიზეზი რაც არის არა ის რომ მიმართულებაში ვწდები ხოლმე ან ნარატივი მაქვს არასწორი ან ბაიასი რა არის მარკეტის კონდიცია. ეს კონდიციები ანუ ძირითად შემთხვევაში ხვდები როდის არის მარკეტის სატრეიდო როდის არ არის, მაგრამ ანუ სულ მაგისგან დაცული ვერ ვარ ტრეიდინგში გვინდა არ გვინდა რა. ალბათ უფრო მეტი გამოცდილება შეიძლება იყოს საჭირო რომ მაგ დონეზე მიხვიდე და კონდიცია მაგრა გაარჩიო რა. მაგრამ გვინდა არ გვინდა ხანდახან ხვდებით ხოლმე წაგებები რა თქმა უნდა ტრეიდინგში ნორმალურია მაგ შემთხვევაში რა. ეხა ეს წაგება გამიტყდა იმიტომ რომ აი რასაც მარკეტზე ვხედავდი ყველაფერი მოხდა რაც მინდოდა. გახსენი ES ტრეიდი. მოკლედ ეს ჩემგან გეიმი თქვენ წინა დღის ლოუზე, წინა დღის ჰაიზე, წინა თვის ლოუზე, წინა თვის ჰაიზე, წინა კვირის ლოუზე, წინა კვირის ჰაიზე, როდესაც SMT არის მარკეტზე და რაღაცა ბაიასი გაქვს, ეგ არის ძალიან მაგარი ნარატივი ზოგადად რა. ანუ, ეხლა შეხედეთ. NQs გადავახვიოთ. NQs იმ დროს ეს წინა დღის ლოუ მოვნიშნოთ და გადავიდეთ lower time frames. მოკლედ NQ მოხსნა წინა დღის ლოუ. ES რო გადავიდეთ ეგ წინა დღის ლოუ მოხსნილი არ არის. ანუ გვაქვს აი ესე ამხელა SMT. ასე ამხელა SMT-ის შემდეგ მარკეტზე გქონდა displacement-ი, აი ამ displacement-ის სახით. ES-ე ბევრად უფრო ჯობდა ტრეიდის გახსნა დღეს. NQ-ზე სისულელე იყო გამომდინარე იქიდან რომ ES-ე ბევრად უფრო ბულიში იყო, target-თან ბევრად უფრო ახლოს იყო და რისკ-თორემობის ბევრად უფრო გაწყობს, რომ ES-ე გახსნა. მოკლედ SMT რო იყო ამ ლოუებზე, 90-იან ნარატივს საერთოდ აღარ დაულოდები ვარ. ეს მოდელი ისეც მაგრამ მუშაობს ცალკეულად აქედან entry მოდელზე. წინა დღის ლოუზე SMT როცა იყო, გადავედი მე lower time frames-ზე 1 წუთიანზე და ტრეიდში შევედი აი რა იმ breaker block-ის ნახევრიდან. ეხლა მე რო ტრეიდში სწორი ყოფილიყავი, ტრეიდში სწორი ყოფილიყავი კი არა, მე რო მარკეტზე კარგ კონდიციაში ყოფილიყავი, აი ამ ტრეიდს აი არ ვიცი როგორც კი შეეხებოდა ამ breaker blocks და იმის ფიქრიც მქონდა რომ შეიძლება ტრეიდი გამიმაზა. იმიტომ რომ ამ breaker blocks როგორც კი შეეხებოდა თუ მე ძლიერ bullish მარკეტზე ვარ, რაც გვინდა რომ დავინახოთ როცა ვტრეიდობთ რო, ხო, იმიტომ რომ რა გინდა რომ დაინახო როცა bullish-ია მარკეტი, გინდა რომ აი ამ იმბალანსების და ამ PDRA-ების ზოგადად ზედა ნახევრიდან რეაქციას აძლევდეს მარკეტი რა. ხო და რეაქცია არ მისცა. ამიტომაც უკვე უნდა მივხვდარიყავი რომ დავალფრთობიან მარკეტზე იყავი რა. ამიტომაც ეს მირჩივნა აქ გავსტოპილიყავი მალევე. ვიდრე სტოპი გამეზარდა და დიდი ხანი დავრჩენილიყავი კონსოლიდაციაში რა. ეხლა აქ რა მოხდა მე ერთ ტრეიდი რო გავისტოპე. აი ამ ლოუს აღებას იმენი არ ვფიქრობდი რა. საერთოდ მიზეზი არ ქონდა მარკეტს ეს ლოუ აიღო, იმიტომ რომ ამ ლოუებზე SMT გვაქვს და საერთოდ ჭირდება მარკეტს ამ ლოუს აღება თუ ბულიში არის რა. მაგრამ ცუდ ჩოპი მარკეტის კონდიციაში რასაც ავი თუ მოიზიოთ მე თქვენი time distortion-ი ქვია. ესე დროს რა. აი ამ დროს მარკეტი რას აკეთებს? ეხა არის რომ ეს low აიღო, weak-მა ზიანი მიეყენა მარკეტს და შემდეგ უნდა displacement. აი აქ უკვე მე ვივარაუდე რომ მარკეტი ჩემ მხარეს წავიდოდა რა. ამიტომაც მე აი აქ თავიდან ძალიან დაბალი რისკით შევედი. პირველი ტრეიდი რაც შევედი დაბალი რისკით შევედი და მე მოძრაობაში როცა უკვე შანსი მომეცა რომ სტოპი შემემცირებინა რა, მე დავამატე. 2 მიკროთი ვიყავი ამ თავიდან, როცა აი ტრეიდი გავხსენი მე შევედი 4 მიკროთი, ესე ვთქვათ და ჩათვალეთ შემდეგ ტრეიდში რაც შევედი გავანახევრე რისკი რა. და კი არ გავანახევრე. გავმესამედე კი იმიტომ რომ რა სტოპ ლოსიც მეყენა, სადღაც ტრეიდში აქ ვიყავი არ მახსოვს. სტოპ ლოსი მეყენა სადღაც აი აქ, ესე. და რისკავდი $60 მეგონი რა. მე მარკეტი რო დავინახე ჩემ მხარეს წავიდა და სტოპ ლოსის ამოწევის მიზეზი მქონდა, იმიტომ რომ ეხა ამ ფეროლოგებში მარკეტს არაფერი ესაქმება. თუ ბულიში არის, გამომდინარე იქიდან რომ ეს დავადისრესპექტეთ, აგერ ეს ბულიში ორდერ ბლოკი გავიკეთეთ, ანუ ბევრი PDRA გვაქვს ემოთ რა. იგი ბიედია რაც აქ მქონდა. ანუ აქ ბრეიკერში იმიტომ შევდივარ რომ ამ ბრეიკერში რო შევალ, სტოპ ლოსი ხელს მიწყობს, იმიტომ რომ ბრეიკერი მიცავს, ფეროლოგები მიცავს, ეს ინვერჟენი მიცავს რა. სტოპ ლოსი აქ სეიფი იყო. ხვდები? ეხლა ამის მერე შანსი არა არ გაისტოპო რა. ამიტომაც აი ამ ფეროლოგების ჩამოსვლას აღარ ველოდები, იმიტომ რომ აქ ეს ინვერჟენი მაქვს, ეს ბრეიკერ ბლოკი არის, ეს ორდერ ბლოკი არის და საშუალოდ სადღაც entry გამომივიდა, აი აქ მქონდა entry. ანუ სადღაც აქ გამომივიდა entry. სტოპ ლოსი მეყენა
აი აქ ესე ამ breaker block-ის ბადის ქვემოთ და target-ი მქონდა აი ესა. აი ესე. შემდეგ მარკეტი ჩამოდის, ისევ ერთ low-ს იკეთებს ახალი და მაკროზე უკვე ადის ზემოთ. თავი target-ი იყო ეგ. ნუ რა მარკეტზე drone liquidity რაც მქონდა დღეს სწორი იყო, მართალი იყო, მაგრამ ნუ თავიდან რა თქმა უნდა chop market იყო და მაგას სულ ვერ ავარიდებ თავს რა. live trading-ს რა ვიცი, იმდენი ხანია უკვე ზედიზედ მოგებები გვაქვს, რომ ეს წაგებაც ალბათ მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეგეც არაფერია, იმიტომ რომ დღე მაინც მოგები დავასრულე. თითო აკაუნტზე $350 პლუსში. რა მეტი განსახილველი აქ არაფერი არ არის ამ ვიდეოში. როგორც ყოველთვის ხალხო, თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, მალე 10000 ავდივართ და 10000 ძალიან მაგარ რაღაცებს ვიზავ. ამიტომაც როგორც ყოველთვის დროებით და წარმატებულ ტრედინგს გისურვებთ.